მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე. დღეს გვექნება საინტერესო გაშლა თუ რა მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება თქვენ ცხოვრებაში, რაც ჩართავს ბევრ სასიხარულო ცვლილებას. ასე რომ ვისაც გაინტერესებთ ეს გაშლა, ეს არის თქვენთვის. ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ფაქტი, რომ ეს არის საჯარო და ზოგადი გაშლა. შესაბამისად ეს ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. ბუნებრივია ბევრი მიკომენტარებს და ბევრისგან მიმიღე უკავშირი, რომ აი რეზონირებს ძალიან ზუსტად. და რა თქმა უნდა, საჯარო გაშლებით მართლაც ძალიან რეზონირებადია, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მაინც საჯარო და ზოგადია, იმისათვის, რომ უფრო დეტალური ინფორმაცია მივიღოთ ტაროს მეშვეობით, სასურველია, რომ გავაკეთოთ ინდივიდუალური ტარო გაშლა კონკრეტულად ჩვენს თავზე, ან კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად, ხო? ვისაც გექნებათ სურვილი, რომ მოხვდეთ ჩემთან ტარო სესიაზე და ჩაეწეროთ, გელოდებით, ჩემი ინფორმაცია სად მიპოვოთ როგორანაირად, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში და თვითონ YouTube არხის აღწერაში. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც აქტიურობთ, ალაიქებთ, აზიარებთ ვიდეოებს, იწერთ ჩემ არხს. მადლობა, ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს ხედავ. ძალიან კარგია, როდესაც უკავშირებს მიწერთ, იმიტომ რომ და პირადადაც რომ წერთ, ძალიან დიდი მადლობა, ეს ძალიან მამოტივირებს და მიხარია. და ასევე იმის მეშვეობით, რომ ალაიქებთ ამ ვიდეოებს, უფრო მეტ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ნახოს ჩვენი ვიდეოები, შესაძლოა ამ გაშლებმა დაეხმარონ, ან რაღაცა ისეთი აღმოაჩინონ საკუთარი თავისთვის, რამაც იმ წუთას იმოქმედოს მასზე დადებითად და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი, დავიწყოთ თქვენი თავით, სიგნიფიკაციით იმისი, თუ რა ხდება ახლა თქვენში და თქვენს ცხოვრებაში. ეს დაგვეხმარება, რომ იგრძნოთ ეს თქვენი გაშლა, თუ არა, თუ რეზონირებს უსმენთ, თუ არ რეზონირებს უსმენთ სხვა გაშლას. რა ხდება ახლა თქვენში და თქვენს ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ახლა თქვენს ცხოვრებაში. აქ ბევრმა შესაძლოა რაღაც კონკრეტული დაასრულა მის ცხოვრებაში. თითქოს რაღაც წერტილი დაისვა თქვენს ცხოვრებაში, საიდანაც მივდივართ ახალ გზაზე, ასეთ შემიძლია ვთქვა, ხო? აი, რაღაც დიდი ცვლილებები, რაც ჩვენში ხდება, ბევრი რაღაცა დაიხურა. ან იხურება თქვენს ცხოვრებაში და ეს ენერგიაც უფრო მეტად აქტიურდება, რომ აი რაღაცა ახალი, აი აქ ბევრს შესაძლოა კონდეს სურვილი რაღაც ახალი შექმნას, რაღაც ახალი გააკეთოს, ვიღაცას შესაძლოა იმოგზაუროს, ან საერთოდ სხვა ქალაქი ნახოს, სხვა ქვეყანა ნახოს, ზოგს შესაძლოა კონდეს იმის სურვილი, რომ აი უფრო მეტად ახლებურად აღმოაჩინოს საკუთარი თავი, ახალი ჰობი დაიწყოს, რაღაცა რაც ახალია, ფრეშია, ისეთი ცოცხალი ახალი ენერგიებით არის დატენილი, ხო, აი ბევრს ასეთი სურვილი შესაძლოა ჰქონდეს აქ. მოდით კიდევ ვნახოთ. რა ხდება ახლა აქ თქვენში. ბევრი შფოთავს იმასთან დაკავშირებით, თუ რანაირად ბუნდოვანება არის აქ თქვენთან და თქვენშიც შესაძლოა რაღაცებს შესაძლოა ვერ ვამჩნევდეთ, ან ვამჩნევდეთ და ზუსტადაც რომ ვამჩნევთ და ვხედავთ, ეს გვაღელვებდეს და გვაშფოთებდეს. სიტუაციებთან დაკავშირებით იქნება ეს, თუ ზოგადად თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით, ბევრი რაღაც არის გაურკვეველი. ზუსტად ეს გაურკვევლობა თქვენში იწვევს კიდევ ერთხელ შფოთვას. აქვე შესაძლოა იყოს უნდობლობა სივრცეს მიმართ, აი სამყაროს მიმართ მაგალითად, უნდობლობა საკუთარი ინტუიციის მიმართ. არა და აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახლა თქვენ ცხოვრებაში ზუსტად იმ ფაზაში ხართ, სადაც სამყარო ძალიან ბევრ მიგნებებს და სიმბოლოებს და ინფორმაციებს გიგზავნით, ზუსტად სიზმრების მეშვეობით, ტარო გაშლების მეშვეობით, სხვადასხვა ადამიანებთან საუბრების მეშვეობით, ხო იქნება ეს დაჭერილი, მოსმენილი ფრაზა თუ კონკრეტული სიტყვა. აი აქ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ისეთი, ძალიან მოკლედ რო ვთქვა, აქ თქვენში იღვიძებს ახლა ინტუიცია. ინტუიცია გაღვიძებულიც არის პრინციპში, ძალიან გააქტიურებულია თქვენში. უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო შესაძლოა ზოგს უჭირდეს ამ ინტუიციის მოსმენა ან გაგონება და ზოგს კიდევ ესმოდეს, მაგრამ ვერ ენდობოდეთ, ხო? აი ეს არის აქ. მოდით კიდევ ვნახოთ. ჩემთვის პრინციპში უკვე გასაგებია აქ, მაგრამ მაინც კიდევ დავამატოთ, ვნახოთ კიდევ რა ხდება აქ თქვენში. დუბლირება კარტების.
ну აქ რა ხდება და აქ იკვეთება რა აქ კიდევ ერთხელ გავუსვა კარტმა ხაზი რომ ძალიან ბევრი ფიქრები და მღელვარება არის აქ თქვენში ზოგი ძალიან ბევრს ფიქრობს აი ზუსტად ამ ახალთან დაკავშირებით მაგალითად მინდა ახალი რაღაც მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო ეს ან მინდა ამ ურთიერთობიდან გამოსვლა ან მინდა აი ამ რაღაც დამოკიდებულებას თავი დავანებო ან ქცევა შევცვალო ну რაღაცა რაშიც მინდა გავერკვე და საერთოდ მინდა სიახლე ხო და აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ვართ ჩახვეული, ძალიან ბევრს ფიქრობთ, ჩვენ თვითონვე ჩვენივე აზრების მეშვეობით ვიგრუზავთ და ვიტვირთავთ საკუთარ თავს, ემოციურად მე ბუნებრივია გადაღლილები ვართ და გვიჭირს ხო? აი ეს პროცესები ძალიან ზოგადად რო ვთქვათ, ეს პროცესები ხდება აქ თქვენში. ზუსტად იმიტომ ხდება ეს ყველაფერი თქვენში, რომ ეს ყველაფერი ამოვიდეს, რასაც აქამდე არ ვამჩნევდით, არ ვერ ვამჩნევდით, ან არ გვეკომფორტულებოდა, შევხედოთ ამას და უბრალოდ მივიღოთ უფრო მეტად ის ინფორმაცია, რასაც ჩვენივე თავი ჩვენ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუსმენთ, ან ვერ ვუსმენთ, ხო? რაც უკვე ვთქვი, აი ინტუიციასთან დაკავშირებით, აი ეს მომენტები არის აქ. შემიძლია ვთქვა, რომ აი აქ ახლა ისეთ რაღაც გარდამტეხ მომენტში ხართ, სადაც გაქვთ შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ თქვენი კარდინალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ახლა გამახსენდა აი გარდამტეხ მომენტთან დაკავშირებით, დღეს არის 20 ივლისი, მე ახლა ამ გაშლას რო ვიწერ და 20 ივლისს ძალიან მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მომენტები ხდება ყველასთვის. არ აქვს მნიშვნელოვანი მნიშვნელობა თქვენს ასტროლოგიურ ნიშანს ზოგადად ასტროლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგანაც ზუსტად დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი არსებული პროგრამებიდან და სცენარებიდან გადავიდეთ უფრო დადებით ამბებში. გადავიყვანოთ ჩვენი თავი, უფრო დადებით საფეხურზე, უფრო ისეთ საფეხურზე ცხოვრების, რაც გვინდა ჩვენი თავისთვის, ხო? რაც გსურს. და ზუსტად აი ეს ინფორმაცია ძალიან კარგად ასახავს იმას, თუ რაც ხდება ახლა თქვენში, იმიტომ რომ თქვენში მოდის განახლება, თქვენში მოდის სასიხარულო, საინტერესო ამბები და არ შეგეშინდეთ ამისი, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმისი, რომ გავუშვათ ყველაფერი მძიმე და თუნდაც წარსულიც, რაც მძიმეა და უკვე всё დაკარგა თავის აზრი იმან, ხო, გავუშვათ ეს ყველაფერი და თამამად გავაგრძელოთ ჩვენი გზა, უფრო მეტი ოპტიმიზმით. ეს არის ის ინფორმაცია, რაც შეეხება სიგნიფიკაციას, თუ გრძნობთ, რომ რეზონირებს უსმენთ, თუ გრძნობს, რომ არ არის ეს თქვენზე საერთოდ, უსმენთ სხვა კითხვას. კარგი. ეს იყო სიგნიფიკაცია, მაშინ გადავიდეთ ახლა თვითონ უშუალოდ მოვლენაზე. ეს დასტაც მაქვს აქ მოტანილი. ნახოთ. Right? Okay. კარგი, თვითონ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც აი ამ სასიხარულო ცვლილებებს გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში. ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მოხდება თქვენს ცხოვრებაში, აი ამ ახლო დღეების განმავლობაში, რაც გააქტიურებს თქვენთვის მნიშვნელოვან სასიხარულო ცვლილებებს. ვაუ. აი მართლაც, აი და ეს როიანი თასებიც იყო მანამდე. მეორეჯერ ვიწერ ამ გაშლას, წინაზე დავიწყე და დამირეკეს და მაგით მომიწე გათიშვა და იქ იყო როიანი თასები და აქაც მსგავსი ინფორმაცია მაინც და სამყაროს არკანიც მეორედ დუბლირებს აი აქ. და ორიანი კვერთხებიც იყო. ხო, ესე იგი, თვითონ ეს სასიხარულო მოვლენა. პირველ რიგში აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ბევრისთვის შესაძლოა ეს იყოს პირდაპირ გადაადგილება. გადაადგილება ფიზიკური. სადმე წასვლა, მოგზაურობა, ხო, შესაძლოა ეს არ იყოს მასშტაბური, ეს არ იყოს ქვეყნის შეცვლა, მაგრამ შესაძლოა ერთი ქალაქიდან მეორეში წახვიდეთ და ამანაც შეცვალოს, ხო? აქ ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. ზოგადად ესე იგი მნიშვნელოვანი მოვლენა რაც არის აქ, გადაადგილება ფიზიკური, ეს ერთი, მეორე, შეიძლება ეს იყოს სულიერი განვითარება, ხო? რაღაცა ისეთი ახალი დავიწყოთ, რაც აქამდე არ გაგვიკეთებია. შესაძლოა ეს იყოს ინტერნეტის მეშვეობით, ხო, იმიტომ რომ ინტერნეტი ყველაზე ისეთი გლობალური სივრცეა, სამყაროსოებრივი სივრცე, ესეთი სამყაროა იქ ასე რომ ვთქვათ, ხო?
ასე რომ შესაძლოა ინტერნეტით დავიწყო რაღაცის კეთება, ინტერნეტით დავიწყო რაღაცის შესწავლა, დისტანციურად დავიწყო რაღაცის შესწავლა, ან უბრალოდ დავეუფლო რაღაც ახალ ინფორმაციას, მივიღო რაღაც ახალი ინფორმაცია იმ ადგილიდან, სადაც აქამდე ან არ ვღებულობდი, ან ვერ ვღებულობდი ამ ინფორმაციას, ხო? პირველ რიგში აქ ეს მოვლენა უკავშირდება ჰორიზონტების გაფართოვებას, აი ამის თქმას ვცდილობდი. ჰორიზონტების გაფართოება შეიძლება იყოს ფიზიკური ან არაფიზიკური გზით. ზოგთან შესაძლოა ორივე იყოს. ზოგ ადამიანთან შესაძლოა ორივე მოხდეს, ხო? ესე იგი, სწორად ვფიქრობ, აქ მთავარი მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც ჩართავს თქვენს სასიხარულო სხვა დანარჩენ ცვლილებებს თქვენს ცხოვრებაში ამ დღეების განმავლობაში არის ის, რომ თქვენ აფართოვებთ თქვენს ჰორიზონტებს და იცვლება ის, კი ბატონო, გამოდიხართ აი ამ ცხიანი კვერთხებიდან, სადაც აქამდე იყავით. ეხება ეს კონკრეტულ სიტუაციას თუ ზოგადად, ხო? აქ დეტალურად აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ საჯაროა ეს გაშლა და ბუნებრივია ყველასთან ინდივიდუალურად გათამაშდება, ამიტომ აქ ეს დეტალები უკვე თქვენ თვითონ განსაზღვრეთ და თქვენ თვითონ მოარგეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაგრამ მთავარი მოვლენა, რაც ჩართავს იმ სხვა სასიხარულო მოვლენებს და გააქტიურებს თქვენ ცხოვრებაში, უკავშირდება ცვლილებას. იმის ცვლილებას, სადაც იმყოფებით ახლა. რაც ხდება ახლა, აი ეს იცვლება, ეს ყოველდღიურობა იცვლება. ან ფიზიკურად იცვლება, ან თქვენში შინაგანად იცვლება, ხო? აი ეს არის აქ მთავარი. კიდევ უფრო დეტალურად ვნახოთ, რაც გვაჩვენებს კარტი. კიდევ უფრო მეტად კონკრეტულად თუ შეიძლება, კიდევ ისევ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ჩართავს სასიხარულო ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში. მეგობრებო, აქ ძალიან ბევრი გადაადგილება გვაქვს, ჩერიოტი, აი კიდევ ერთი ისეთი კარტი, აი აქ პირველი, რასაც გადაადგილება, ფიზიკური მოგზაურობა, წასვლა, წამოსვლა, აი ეს არის number 1, რო იყვნენ, აი ეს ნომერ პირველია აქ. ასე რომ მნიშვნელოვანი მოვლენა აქ უკავშირდება გზავრობას, გადაადგილებას, სადმე წასვლას, იმიტომ რომ ზუსტად ეს აქტიურებს ენერგიას. ზუსტად აი ამ პროცესში იღებთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, ან გებულობთ რაღაც ისეთ ინფორმაციას, შესაძლოა ვიღაცას იცნობთ ამ პროცესში, ხო? 1000 ინტერპრეტირება შეიძლება აქ უკვე დავამატოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ პროცესში ხდება დიდი ცვლილება. თუ მაგალითად ფიზიკური არ იქნა ეს ფიზიკური გადაადგილება, ხო, კიდევ დავუბრუნდეთ ისევ შინაგან განვითარებას, შინაგანად თქვენში ხდება აი ეს ენერგია, რაც აქამდე თქვენში იყო დაკავებული რა კუთხით, ამ გულისხმობ გაკავებული, ხო, მაგ ენერგია, რომელიც მინდა რომ აი ასე გავუშვა, მაგრამ არა, ჯერ დრო არ არის და ჩემი რაღაც შიშები და კომპლექსები არ მიშვებს, რომ ეს ენერგია მიზანმიმართულად გავუშვა და აქ ზუსტად ხდება ისეთი რაღაც, რაც ჩემში ეს ენერგია ამოდის და ვდებ ამ ენერგიას სადღაც და მე ვუძღვებით თან ამ ენერგიას. აი ეს ინტერპრეტაციები გვაქვს აქ თუ რა მოვლენა იქნება ეს. ამიტომ აი, არჩვეულებრივია. კიდევ ერთხელ, ვინც გეგმავდით სადმე წასვლებს, არჩვეულებრივია ეს ამბავი განსაკუთრებით ახლა, ხო? შეგიძლიათ თქვენ თვითონაც შესაძლოა ვიღაცამ ამ გაშლის მერე იფიქროს, რომ ხო არ წავიდე დასასვენებლად. ეს კაი იდეა ექნება ვფიქრობ. კარგი, ეს მოვლენას რაც შეეხება. გადავიდეთ ახლა უშუალოდ თქვენზე. თქვენ როგორ იგრძნობთ თავს აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ხო? აი ეს მოვლენა რომ მოხდება. თქვენ როგორ იგრძნობთ თავს? მე ეჭვმეპარება რომ აქ ცუდად იყოთ. აქ ძალიან კარგად იგრძნობთ თავს. თქვენ იგრძნობთ თავს როგორ იცით? რომ რაღაცა დასრულდა. აი ბევრჯერ ყოფილა ასეთი მომენტი, მე პირადადაც მქონია, რომ მაგალითად აი ზიხარ მანქანაში სადღაც მიდიხარ და იმ წუთას გაქვს ისეთი განცდა, რომ აი ახლა ჩემი ცხოვრების რაღაც პირველი სეზონი დასრულდა, ან რაღაც მე-10 სეზონი დასრულდა და იწყება ახალი სეზონი. რაღაც ახალი ეპიზოდები იწყება ახლა ჩემს ცხოვრებაში. ხო, აი აქ იგრძნობთ რაღაც მსგავს თქვენ. იგრძნობთ, რომ აი всё, რაც აქამდე იყო, ეს დასრულდა. რაღაც სიმძიმე დასრულდა, გაურკვევლობა დასრულდა. თუ ვინმეს ეხება ეს, ვინმესთან ურთიერთობა, გაირკვა. всё, აი თავარი როგორც იგრძნობთ აქ თავს, ის არის რომ შვება. ზუსტად ეს შვება. შვება, იმიტომ რომ აქ იქნება გარკვევა.
ან გარკვევა, ან გადაწყვეტილებამდე მისვლა, ან ადამიანთან ერთად რაღაცამდე მისვლა, ხო, მორიგება მაგალითად, რომ აი მოდი მოვრიგდეთ, ასე შევთანხმდეთ. აი ეს ძალიან მშვენივრად იგრძნობთ თავს. იგრძნობთ თავს, რომ всё. და ბედის ფორტუნა, არაჩვეულებრივი კარტები ამოდის, კი, რომ აი всё, როგორც იქნა, დასრულდა, შეიცვალა და იწყება ახალი გზა, ახალი ფურცელი, ახალი წიგნი, რაც გინდათ ის უწოდეთ აქ, მაგრამ ახალი, რომელიც აი არ არის ისეთი მძიმე, რაც იყო აქამდე და რასაც გრძნობდე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქ. და აი მართლაც თან ეს მომენტი, ეს მოვლენა იქნება ძალიან ისეთი ეფექტური და სასიხარულო თქვენთვის, იმიტომ რომ ისეთი სასიამოვნო ენერგიებია გაშლას ახლა რო ვაკეთებ აქ. რას ჩართავს? აი ეს მოვლენა, რას გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში? აი ეს მოვლენა, რაც მოხდება აქ, რას გააქტიურებს? თქვენს ინტუიციას. აი, არ ვიცი, მეტი რა უნდა ამოვიდეს აქ. ეს მოვლენა, რაზეც ვისაუბრე, ხო აქ, გააქტიურებს თქვენში თქვენს ინტუიციას. აი, უფრო მეტი კავშირი გექნებათ, აქ უკვე გაჩნია ვინ რა სიტყვით მიმართავთ ამ ამბავს, ხო? უფრო მეტი კავშირი გექნებათ თქვენს ინტუიციასთან, თქვენს უზენაეს მესთან, სამყაროსთან, თქვენს სულიერ დამრიგებლებთან, მაგალითად, ხო, ღმერთთან, ანგელოზებთან, ვინცაც რომელი სიტყვა გაგიხარდებათ, ის შეგიძლიათ აქ გამოიყენოთ, მაგრამ აი ეს ყველაფერი ერთად აქტიურდება აქ. ეს მოვლენა აქტიურებს თქვენში თქვენს სულიერ მხარეს, თქვენს შინაგან ქურუმ ქალს და თქვენს შინაგან იეროფანტს. უფრო მეტად ხედავთ და ხვდებით ბევრ რამეს, რასაც აქამდე ვერ ხედავდით, იმიტომ რომ ან ინფორმაცია იყო თქვენთვის მიუწვდომელი, ან შიშები გიფარავდათ თქვენს მზერას, ან თქვენი ფიქრები გიშლიდათ ხელს. ზუსტად ეს მოვლენა დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენ მიიღოთ ინფორმაცია, შესაძლოა ისეთი დონის ინფორმაციაც კი ჩაირთოს აქ თქვენში და წამოიღოს ამ მოვლენამ ისეთი ინფორმაცია თქვენში, რომ აი მე ვიცი რატო ვარ აქ, მაგალითად, ხო? დედამიწაზე ზოგადად. მე ვიცი რისთვის ვარ, მე ვიცი რა უნდა ვაკეთო. ან მე ვიცი, всё, მე ვხედავ გზას თუ როგორ მივიდე აი იქამდე, მაგალითად, ხო? აი განათება, გონების განათება, აი მაგრამ ეს კიდე რბილათაა და ძალიან ისე ნათქვამი გონების განათება, უფრო მასშტაბური, შინაგანი გამოღვიძება, გაღვიძება, შინაგანი ხედვის გახსნა. არაჩვეულებრივია. აქ ეზოთერული უნარებიც, ხო? შესაძლებლობების გამბლოკვა, ინტუიციის გამბლოკვა. იმიტომ რომ აქამდე აი რაღაც გიშლიდათ აქ ხელს და ახლა всё, აღარ შეგიშლით. აი ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ჩართავს აი ამას. კიდევ, რა სასიხარულოს ჩართავს ეს მოვლენა თქვენს ცხოვრებაში? ვიღაც ადამიანთან აქ ხმლების რაინდი კონკრეტული პიროვნება, კი, პიროვნება, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ. შესაძლოა ან იყოს თქვენ შორის ფლირტი, ან იყოს ეს თქვენი თაყვანის მცემელი, ისეთი ადამიანი, ვინც თქვენს წრეში არის, მაგრამ ბოლომდე ახლოს შესაძლოა ვერ იყოს ან არ იყოს, ხო? ეს მოვლენა ასევე მოგიტანთ გადაწყვეტას ამ ადამიანთან რაღაცის, ვისაც მაგალითად კონფლიქტი გქონდათ, აი ამ კონფლიქტის დარეგულირებას, ან იმის მიღებას, რასაც თქვენ ელოდებოდით, იმ შედეგის მიღებას, რასაც თქვენ ელოდებოდით ამ ადამიანთან დაკავშირებით. კიდევ რა სასიხარულო ცვლილებებს მოიტანს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენთვის. თქვენი გატეხილი გული რჩება, აი აქ უბრალოდ რომ შეხედოთ კარტს, თქვენ თვითონაც აქ იგრძნოთ და დაინახავთ, всё, თქვენი გატეხილი გული რჩება უკან, თქვენი გაცრუებული იმედები, იქნება ეს სასიყვარულო სფეროსთან დაკავშირებით თუ არა მხოლოდ, ყველაფერი ეს რჩება უკან, იმიტომ რომ აქ ისევ ამოგვდის კვერცხების მეფე, მამაკაცის ფიგურა, შესაძლოა ეს იყოს პირდაპირ მამაკაცი, ან სიტუაცია, რომელიც ვითარდება სწრაფად, სადაც გვაქვს პერსპექტივები, ან მამაკაცი, რომელიც აქტიურობს იჩენს ინიციატივას, რომელთანაც არის პერსპექტივა, ხო? სასიხარულო ზუსტად ის, რომ ყველაფერი დამაბრკოლებელი, რაც იყო თქვენში მიდის და ასევე ვინმესთან თუ იყო რამე დაბრკოლება, ესეც ირკვევა და სრულდება. რაში არის მნიშვნელობა? აი რა არის მნიშვნელოვანი აი ამ მოვლენაში, ხო? მთავარ მოვლენაში, რასაც ვისაუბრებ.
რა არის აქ მნიშვნელოვანი? ზუსტად ის არის აქ მნიშვნელოვანი, რომ აი ამდენი ხნის განმავლობაში, რომ იყო ერთი და იგივე და რაღაც ასეთი ერთი ხაზით, ხო, აი ეს რო იყო, ან კონკრეტულ სფეროსთან დაკავშირებით, ან ზოგადად თქვენს ცხოვრებაში, ან თქვენში, ან ვინმესთან დაკავშირებით, ხო? დეტალები თქვენ თვითონ კიდევ ერთხელ გაშლა საჯაროა ზოგადი. დეტალები თქვენ თვითონ მოარგეთ. რომ იყო აი ეს ერთი ხაზი და არ იყო არ ზემოთ არც ქვემოთ ჩასვლა და საერთოდ რა არაფერი არ იყო, აი მნიშვნელობა ზუსტად ამაშია, რომ всё მიდის ეს ერთი და იგივე, ან მიდის ლოდინი. მიდის რომ აი ველოდები, რომ რაღაცა იქნება და მანამდე მე ვზივარ აქ და აი ეს იცვლება. იმიტომ რომ მოდის დინამიკა, მოდის გარკვეულობა, მოდის სტაბილურობა, მოდის ის, რასაც ელოდებოდით, ან რა თქვენთვის ფასეულია, ღირებულია, გინდოდათ ეს და ეს დიდი ხანია გინდოდათ, მაგრამ ნუ არ იყო, ვერ იყო, მოგიწიათ დიდი ხანი ლოდინი, ან ბევრი მანიფესტაცია, ან რაღაცის გაკეთება იმისათვის, რომ ეს მოხდეს. აი, ინფორმაცია მოდის ძალიან კარგად, მინდა გითხრათ. მოდი კიდევ ვიკითხოთ, კიდევ რა სასიხარულო ცვლილებებს ჩართავს ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენს ცხოვრებაში. არაჩვეულებრივ აქამდე რო გრძნობდით თავს ეულად და მარტოდ და ვინც მაგალითად გრძნობდა თავს, რომ აი ვერ ვიპოვე ადამიანები, ვისთანაც მაქვს რაღაც საერთო, ან ადამიანები, ვისთანაც აი სასიამოვნო დროს ვატარებ, მაგრამ უბრალოდ დროს კი არ ვატარებ, ვისთანაც სულიერი კავშირიც მაქვს და თან სასიამოვნო დროს ვატარებ, ხო? აი ვინცაც არ ყავდა ასეთი ადამიანები, ან ყავდათ, მაგრამ გარკვეული რაღაც პრობლემური საკითხების შესაძლოა იყო, აი აქ როგორც იქნა თქვენ აღარ იქნებით სულიერად მარტო, სულიერად ეულად აღარ იგრძნობთ თავს, იმიტომ რომ იქნებიან თქვენს ირგვლივ ადამიანები, ვინც გვერდით იქნება, თქვენს გვერდით, ვისთანაც ივსებით, ვინც თქვენს გვერდით არის ყველა ასპექტში და ვისთანაც არაჩვეულებრივი სულიერი კავშირი გაქვთ. ბევრი სასიხარულო ნაცნობობები შესაძლოა იყოს, ხო, ახალი ადამიანების გაცნობაც აქვე შესაძლოა იყოს. ნუ არაჩვეულებრივია, იმიტომ რომ ჩვენ სოციალური არსებები ვართ და ჩვენ გვჭირდება ერთი-ორი ადამიანი მაინც, ან ერთი მაინც, ვისთანაც აი გვაქვს ეს სულიერი ბმა, ვისაც შეგვიძლია გავუზიაროთ, ერთად სადმე წავიდეთ, ვისაუბროთ, ხო, ვენდოთ და ეს შინაგანი კონექტი, კავშირი გქონდეს ამ ადამიანთან და თან ეს იყოს სასიამოვნო, ლაღი, რომელიც გვავსებს. აქ თქვენი soulmate-ების გაცნობა, ხო, სულიერი კავშირი, როგორ თქვა ქართულად, სულიერი არ ვიცი ქართულად დამავიწყდა ეს და რა, ნუ ერთი სიტყვით მიხვდებით, რასაც ვამბობ, აი soulmate, რასაც ქვია, სულიერი მეგობარი, მონათესავე სული, გამახსენდა, მონათესავე სულების გაცნობა, ან ვისაც უკვე ყავთ, იმათთან უფრო კიდევ მჭიდრო კავშირის დამყარება და ჩაღრმავება და განვითარება. კარგი, მოდით ვნახოთ ახლა დრო. ხო? ზოგადად მე ვიგულისხმე ეს გაშლა აი მაქსიმუმ აი ამ რაღაც 7-6 დღის განმავლობაში, ამ გაშლის ჩაწერიდან კი არა და როდესაც უყურებთ და მოისმენთ, აი მაშინ შეგიძლიათ უკვე ათვალოთ ეს. ვნახოთ დრო. ვნახოთ აბა რას გვიჩვენებს დრო. როდის, ხო? ციფრების მეშვეობით, როდის რა ციფრი არის აქ ისეთი საორიენტაციო, როდის მოხდება ეს მნიშვნელოვანი მოვლენა. 10 ამას წინათ რო ვაკეთებდი გაშლას, ბოლო გაშლა იყო მგონი, იქაც 10 ამოვიდა და გაცადე. 10 დღის განმავლობაში და 3, ხო? შეიძლება 13 დღის განმავლობაში იყოს, ან 10 და პლუს მინუს 3 დღე იქიდან 3 დღე უკან, ხო? ესეც შესაძლოა, მაგრამ საორიენტაციო ციფრი 10. კი ბატონო, და ჯადოქარი გვაქვს პირველი ციფრი, ხო, ერთიანია. ასე რომ 10 ან ის ციფრი, რომელიც შედგება მაგალითად აი ერთიანიდან და ნულიდან, მაგრამ მაინც, ნუ 10-ს გეტყოდით მე აქ საორიენტაციოდ. 10 დღეში. აქ 10 დღეში უფრო თუ აი 10 რიცხვი, თუ მაგალითად 10 საათი, ხო? 10 დღეში 10 რიცხვი. საათზე არ არის აქ, საათი არა, 10 საათი ნაკლები, უფრო ან 10 დღეში, ან ციფრი 10. აი ეს არის აქ. ასე რომ საორიენტაციოდ ციფრი 10 შეგიძლიათ აიღოთ და აუცილებლად მე დააკომენტარეთ რა თქვენთან როგორ არის ეს ამბავი, ხო? ამ 10-ზე როგორ არის. და რას მოგიტანთ ეს მნიშვნელოვანი მოვლენა თქვენ ცხოვრებაში, რას მოგიტანთ ზოგადად? ახალ შანსებს, ახალ პერსპექტივებს,
განვითარებას, სასიხარულო ცვლილებებს, რასაც აქამდე ელოდით, მაგრამ ვერ იყო, არ იყო და ასე რომ ვთქვათ, დაბრკოლებული იყო ეს შანსი თქვენთვის, აი რაღაც აპაუზებდა ან ვიღაც აპაუზებდა ამ შანსს, ხო? всё, ეხლა აღარ არის. ასე რომ ვთქვათ, გზახსნილია, საცობიროა და ვერ ხერხდება წინსვლა. აი აქ всё, გზახსნილია და ყველა ისეთი სასიხარულო შანსი, რაც აქამდე ვერ აღწევდა თქვენს ცხოვრებაში, ეს მოდის. და რატომ ხდება ეს, რომ აი ახლა ამდენი ისეთი იმიტომ რომ თქვენ გამოხვედით ის კრიზისულ ფაზიდან, ან შესაძლოა ზოგი ვინც ახლა მისმენს, ახლაც კი შესაძლოა იმყოფებოდეთ რაღაც ისეთ ცოტა კრიზისულ ფაზაში, სადაც მძიმეა, სადაც სევდა, სადაც აი საერთოდ არ ვიცი, რაღაც ეგზისტენციალური კრიზისიც შესაძლოა იყოს ვინმესთან, ან მელანქოლია, ან ის აპათია, რომ აი არ მინდა არაფერი, ხო, ესეც შესაძლოა იყოს და აქედან გამოდიხართ. ზოგი გამოვიდა უკვე ესესაა, ზოგი გამოდის, მალე გამოვა, დასრულდება, ხო? აი თქვენ თვითონ გამოდიხართ აი ამ მდგომარეობიდან და მერე იწყება ეს არაჩვეულებრივი ამბები და მიტომაც ხდება, იმიტომ რომ всё, თქვენ დახურეთ ის მძიმე, ხუთიანი პენტაკლი და ხუთიანი თასები, რაშიც იყავით. კარგი და რჩევა, აი ამ მოვლენასთან დაკავშირებით თქვენ, როგორ მოიქცეთ ამ მოვლენასთან დაკავშირებით და რჩევა თქვენ. როგორ მოიქცეთ და მიიღეთ ეს სასიხარულო ამბავი, ეს მოვლენა და თამამად შეეგებეთ, აი შეხვდით თამამად. არ ნუ გეგონებათ, რომ ეს რაღაც ახალი თავის ტკივილია, აქ რაღაც ახალი სიმძიმეა, ახალი მძიმე ისტორია, რაც შეიძლება არ გამოვიდეს, არა, არამედ შეხედეთ ამას, როგორც აი არაჩვეულებრივი დამსახურება, რაც მე დავიმსახურე, თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ იმსახურებთ ამ სიხარულს, ამ სასიხარულო ცვლილებებს, ამ მოვლენას იმსახურებთ, ამიტომ უბრალოდ მიიღეთ ეს. კარგი, აქ მაქვს კიდევ აი ეს და ამასაც გამოვიღებ ორაკულს თქვენთვის. და კიდევ რჩევა თქვენთვის ახლა, ხო? Come home to your body. დაუბრუნდი შენს სახლს, შენს სხეულს, ხო? დაუბრუნდი შენს სახლს, შენს სხეულს. მაგალითად, უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს სხეულს. იოგა, ან კვება, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, მოვუფრთხილდეთ ჩვენს ჯანმრთელობას, ჩვენს სხეულს, ხო? იმიტომ რომ სხეული როდესაც ჯანმრთელია, შინაგანად ჯანმრთელი ვართ, შინაგანად ჯანმრთელი ვართ, სხეულიც ჯანმრთელია ბუნებრივად. ასე რომ აი ასეთი რჩევა არის აქ თქვენთვის და აი გისურვებთ, რომ ეს გაშლა აუცილებლად და ასეც იქნება მაქსიმალურად სასიხარულოდ წარიმართოს თქვენს ცხოვრებაში და ამ გაშლას მოეტანოს თქვენთვის უკვე დიდი სასიხარულო ცვლილებები და დადებითი ენერგიები ვუშვებ თქვენთან. ამაზე ჩვენი გაშლა დასრულებულია. მადლობა ყველას. თუ რეზონირებს და მოგეწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარი და მსურველებს გელოდებით ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიებზე. წარმატებები ყველას!